მობილურით გადაღებულ კადრში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ჩანს. პირი, ვინც ეს ვიდეო მასალა მოგვაწოდა გვიყვება, რომ სუსის ექს-შეფი სამთავისის ეკლესიაში დააფიქსირა. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. შაბათის ეთერს კიდევ ორ ისტორიას უყვებიან გრიგოლ ლილუაშვილის საჯარო სივრცეში გამოჩენის შესახებ. ლილუაშვილი ძირითადად ტაძრებს ირჩევს. ბოლოს ის ცხეთის ჯვრის მონასტერში ნახეს. გრიგოლ ლილუაშვილს ესე მოერიო ეგრე არ არის. კაცი, რომელიც ემიგრაციაში ყოფნის მიუხედავად, ოცნების რიგებში მისთვის სანდო ადამიანებთან კონტაქტს არ წყვეტს, ამტკიცებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი დაჯარას გადაურჩა. ირკვევა, რომ კობახიძე და მდინარაძე ივანიშვილს არ წმუნებდნენ. ღარიბაშვილის მსგავსად ლილუაშვილისთვისაც წაეყენებინათ მინიმუმ ბრალი, თუმცა მის დაჯარაზე ოლიგარქი ჯერ თანხმობას არ გასცემს. ამას თავისი მიზეზი აქვს. ბიძინა ივანიშვილის მიმართაც არის ძალიან ბევრი კომპრომატი. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ლილუაშვილს ეუბნებოდა კონკრეტულ დავალებებს, ლილუაშვილი ყოველთვის თავის დაზღვევის მიზნით, თვით გადარჩენის ინსტინქტით, თავის დაზღვევის მიზნით ბიძინაზე ყოველთვის ინახავდა კომპრომატებს. ლილუაშვილისთვის ახლა იმუნიტეტი არა მხოლოდ მის ხელთ არსებული მასალები, არამედ ის ხალხია, ვინც სისტემაში დარჩა და სუსის ყოფილი უფროსის ერთგულია. გრიგოლ ლილუაშვილს ყავს ძალიან ბევრი ადამიანები დღესაც ძალოვნებში, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი დავალება შეასრულონ გრიგოლ ლილუაშვილის ბრძანებით. და ისე რომ, მაგალითად მე ვიცი პენიტენციურ დაწესებულებაში გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი დომით აღჭურვილი პირები დღესაც მუშაობენ, მაგრამ ეს არის ის მამუკამდინადაძე. ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ამოიღეს დოკუმენტები, ხოლო მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი დააკავეს. ორი მიმალვაშია. ამ ფონზე კი გრიგოლ ლილუაშვილი ისევ ხელშეუხებელია. 17 ოქტომბერს პროკურატურამ ლილუაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა დაადასტურა. მას შემდეგ უკვე 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიება დუმს და ამ საქმეზე ოფიციალური განცხადებები აღარ გეცდება. ვიცით, ლილუაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დეონის დაწყება რატომ გადაიფიქრა თქვენმა გუნდმა? ახლა რა კითხვასო? მაგარი კითხვა. ჩვენ არ გადავისწრებია, პროკურორი ვარ, გამოძიებელი ვარ, ხო? და უნდა ვიცოდე, მე არ ვიცი არაფერი. ქართული ოცნების კი, მაგრამ არ ვიცი, ჩემი კომპეტენცია ეს არ არის. ამიტომ მიმართეთ იმ ადამიანებს, ვინც ეს იცის. ქალბატონო, თქვენ პირით. რაც საყვარელი. როგორც მადლობა თქვენს. ძალიან. ქალბატონო, ერთი კითხვა მინდა დაგისვა. ღარიბაშვილი არის ბრალდებული. ლილუაშვილის ბრალეულობა პარლამენტში იღებენ კანონებს და მუშაობენ სულ სხვა თემებზე. მე არ ვიცი. არც ერთი სამგავი არ ვიცი. ნუ დამდგეთ ახლა. ლილუაშვილის სუფთა უნციკლოა თუ დაპაუზებულია მისი დაკავება? შეიძლება გამაგებინოთ? ასეთი სუფთა და უნციკლოა ბატონი ლილუაშვილი? თუ დააპაუზეთ მისი დაკავება? ქართულ ოცნებაში ახლა ამბობენ, რომ ლილუაშვილის დაკავება არც არასდროს დაუანონსებიათ. ჩნდება კითხვა, მაშინ რას ემსახურებოდა საგანგებო ბრიფინგზე იმის თქმა, რომ ლილუაშვილთან ჩხრეკაზე შევიდნენ, მისი გარემოცვის ბინებიდან კი დიდი ფული ამოიღეს. ვინ გააჟღერა რომ დააკავებდნენ? ფაქტიურად, როცა მოხდა საკითხის გაჟღერება, იქ ითქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. მეც თქვენ ვერაფერს ვერ გეტყვით, დამთავრდეს გამოძიება და გამოძიების შედეგებს დაველოთ. გრიგოლ ლილუაშვილის მთავარი კაპიტალი ახლა ინფორმაციაა. ფარული ჩანაწერები, დოსიეები და ოპერატიული მასალა. მან იცის ყველაფერი იმ არაფორმალური გარიგებების შესახებ, რომელზეც წლების განმავლობაში იდგა სისტემა, ოლიგარქი და მისი პოლიტიკური ელიტა. თქვენ რა გონიათ, ნოდარ მელაძემ რო გამოიტანა 3 ჩანაწერი ბერას, ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძესი, თქვენ რა გონიათ, ბერას მარტო ერთხელ ქონდა დავალება მიცემული ამ ადამიანების, რომ ვინმეს წასულიყვნენ, ვინმესთან და ვინმე ან დაეშინებინათ ან ეცემათ? მე ვიცი, რომ მინიმუმ 100-120 ჩანაწერი არსებობს მსგავსი. ბერას ეხება და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს. გიორგი მუხიგულაშვილი ის პირია, ვინც ოცნების შინდა კულუარებზე ბევრი რამ იცის. ის შაბათის ეთერს უყვება, რომ გრიგოლ ლილუაშვილს კომპრომატები მხოლოდ ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ არ აქვს.
გრიგოლ ლილუაშვილის დაჭერაზე ვერც ერთი ქოცმა ვერ ამოიღო ხმა თუ დააკვირდებით, ხო? ღარიბაშვილი გათელა და მარიამ ლაშხია, მაგანაც რაღაც ირონიით მოიხსენია ღარიბაშვილი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი არის სხვა სფერო. გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან დიდი ინფორმაციული ბაზა ქართული ოცნების წევრების პირადი პრობლემების შესახებ. ეს არის პირადი პრობლემები, ეს არის ოჯახური პრობლემები, რომლებიც შეექმნათ ამა და გრიგოლ ლილუაშვილის მეშვეობით გადაწყდა. როდესაც გრიგოლ ლილუაშვილს თიც დაუქნევდა ბიძინა ივანიშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი შექმნიდა პრობლემებს, ბიძინა ივანიშვილს ვისი იმედი უნდა ქონოდა? ვაჟა სირაძესი, დგებუაძესი თუ ვისი, რომლებსაც თმის ჟელები რო გაუთავდეს, დეპრესიაში ჩავარდებიან. გრიგოლ ლილუაშვილს ქვეყნის დატოვება შეეძლო. ის ბრალდებული არ არის და არც სასამართლოს ჩამოურთმევია მისთვის პასპორტი, მაგრამ ყოფილი ძალოვანი ისევ ქვეყანაშია და დემონსტრირებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. ლილუაშვილი კომპრომეტებით გაშინებთ? კარგი რა. რა მიზეზი ჭიანურდება გამოძიება ლილუაშვილთან დაკავშირებით? რამით გაშინებთ ეს კაცი? არ ვიცი, რატო ჭიანურდება გამოძიება, რატო გონიათ რომ ჭიანურდება გამოძიება საკუთარი პროცედურები და დაველოდოთ. მე არ მგონია ვინმეს ეშინოდეს დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მაშინ სად არის? აი ლილუაშვილთან დაკავშირებით მდინარეზე უწება, შედეგი რატომ ვერ გადავა? დაველოდოთ გამოძიება. კომპრომეტები აქვს ივანიშვილის და პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ ბატონ ლილუაშვილს? მარტო არ გეწერებით, როდესაც იქნებიან სხვა ტელევიზიებიც, მე მზად ვარ ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი. მარტო არ ჩაგეწერებით. ამ დრომდე მიდის სუსიდან ინფორმაცია. მისი კადრები ანუ სისტემაში ჯერ კიდევ რჩებიან, ხო? მარტო არ გეწერებით. ინფორმირებულია ეს ადამიანი, ყველაფერი იცის, ფაქტია. აი მაგალითად ბიჭიკო პაიკიძე ბიჭიკო პაიკიძის წინააღმდეგ რომ დაწყებულიყო გამოძიება, მან გაიგო და გაასწრო ქვეყნიდან. ანუ ლილუაშვილს ჯერ კიდევ სუსტში ყავს კადრები, რომლებიც მას ინფორმაციას აწვდიან? ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი, უბრალოდ მარტო არ გეწერებით. გამოძიება მიმდინარეობს იმათ მიმართ, ვის მიმართაც მიმდინარეობს, თუ დაინტერესდება გამოძიება სხვა საკითხებით, ისიც გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ლილუაშვილზე გეკითხებით, სუსის თქვენ ალბათ. ყოფილ მაღალჩინოსანზე რატომ არ არის დაასრულეთ კითხვა და გიპასუხეთ. რატომ არ არის ის ბრალდებული, იმიტომ რომ თქვენმა გუნდმა შექმნა მოლოდინი ბატონო, რომ ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებდა ლილუაშვილი, თუმცა რას ქვია მოლოდინის შექმნა? ანუ ეს რაღაც მოლოდინებს იქმნით თქვენ თვითონ, რას ქვია მოლოდინის შექმნა? რას ნიშნავს მოლოდინის შექმნა? რას ნიშნავს მოლოდინის სუსის შექმნა? ბრიფინგები არ გინახავთ? აბსოლუტურად ყველაფერი უნახე კაცო. რას ნიშნავს მოლოდინის მე არ შექმნა? მოგისმენიათ დინარაძის გამოძიებლებმა რა თქვა? მოლოდინებს ქმნით თქვენ, აღქმებს ქმნით თქვენ, ანუ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, ჩვენ კონკრეტულად რაღაცა რა ფაქტის დაფიქსირდება, იმასთან დაკავშირებით მიდის გამოძიება. დაელოდეთ გამოძიებას. თქვენ ალბათ ნახავდით, რომ არ ვერიდებით არავის და არაფერს. ჩვენი გუნდის, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკა კორუფციასთან წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა, არავის და არაფერს არ ვერიდებით, ვისაც უმტკიცდება შესაბამისი ბრალი და თუ ვინმეს დაუმტკიცდება მომავალში არც იმას არ მოვერიდებით, რა პრობლემაა. სწორად გავიგე, ეს არის კორუფციასთან რეალურად ბრძოლა და არა შიდა კლანური დაპირისპირება. სწორად კიდევ გავიგე, ერთხელ, ეხა ცდილობთ მანიპულაციას. არა, ვაზუსტებ. ეხა ცდილობთ მანიპულაციას. კორუფციასთან ბრძოლა? კომპრომისო ბრძოლა, რომელიც დაანონსა ჯერ ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მობრუნდა პოლიტიკაში, შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გახდა პრემიერი. მარტივი არის რა. არსებობს თუ არა ივანიშვილსა და ლილუაშვილს შორის დაუწერელი შეთანხმება. დიდი ალბათობით ოლიგარქი მას იქამდე არ შეეხება, ვიდრე დუმილს ინარჩუნებს. ლილუაშვილი ჯერჯერობით ამ პირობას ასრულებს. ამიტომ, ვიდრე მისგან მომავალი საფრთხები და რისკი კონტროლირებადია, ის თავისუფლებაზე რჩება. თუ დააკვირდებით, ლილუაშვილი გამოდგა ყველაზე ავტორიტეტული, იმიტომ რომ ლილუაშვილმა ყველაზე მეტი თავისი ადამიანი ჩანერგა და დაასაქმა სახელმწიფო სტრუქტურებში. და არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებში. ლილუაშვილმა ყველაზე დიდი სქემა შექმნა კორუფციის და ყველაზე დიდი სქემა შექმნა კომპრომატების და ფულის საშუალებლად და დღეს ესე ადგენდა მამუკა მდინარაძეს და მაგალითად გებუაძეს და ვაჟა სირაძეს იმედად და დაიჭირო ლილუაშვილი, ნუ არც ისე იოლი არის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომელმაც ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის საქმეებზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები შეისწავლა, დაასკვნა, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლის ფასადური პროცესი. რაც დრო გადის, სულ უფრო მყარდება აზრი, რომ ივანიშვილს ღარიბაშვილი და ლილუაშვილი კორუფციის გამო არ გაუწირავს. მიზეზად პირადი ეჭვიანობა სახელდება. ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში ეშინია თავისი ყოფილი თანაგუნდელების
და მოქმედი თანაგუნდელების, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ფეხი რო გადაუბრუნდეს, პირველები ესენი იქნებიან, ვინც ზურგში დანას ჩაარტყავენ. ისტორია აჩვენებს, რომ ავტორიტარი ლიდერებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ხშირად შიგნიდან მოდის. იმ გარემოცვიდან, რომელიც წლების განმავლობაში ძალაუფლების შენარჩუნების საყრდენი იყო. მუამარ კადაფი რეჟიმს იქამდე ინარჩუნებდა, სანამ ძალოვანი ელიტა მის გვერდით იდგა. რუმინელი ჩაუშესკუ 24 წლიანი მმართველობიდან მაშინ ჩამოაგდეს, როცა პარტიულმა ნომენკლატურამ და უსაფრთხოების სამსახურებმა მის დაცვაზე უარი თქვეს. ფაშიზმის არქიტექტორად ცნობილი ბენიტო მუსოლინი კი ძალაუფლებას იმ დროს ჩამოაშორეს, როცა დიდი საბჭოს წევრებმა ზურგი აქციეს. ივანიშვილმაც კარგად იცის, რომ სისტემა ინგრევა მაშინ, როცა გარემოცვა იწყებს საკუთარი თავის გადარჩენას. ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ამის შიში, რომ მას გარემოცვა უღალატებს? დღეს მე ვიტყოდი ასე, ბიძინა ივანიშვილის ღალატი ეს არის სამშობლოს ღალატი. ნამდვილად გეუბნებით, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა იმისა, რომ სიკეთეები აკეთა ქვეყანაში და მას არ ამგონია, რომელიმე ქართველზე ნაკლებად სურდეს ქვეყნის განვითარება, მას ვინც უღალატებს, ის არის მოღალატე ქვეყნის. რა უნდა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიკეთე და დოვლათი და რატომ უნდა უღალატო? ღარიბაშვილის დაცვა აღარ გინდათ? თქვენ ის ადამიანი არ ხართ? აი ხდომათა დარბაზში რო ითხოვდით, რომ ღარიბაშვილის ქებათ სიტყვები გეთქვათ? ხო, ერთი რომ თქვენ არ ვიცი, მე მგონი თქვენ ტელევიზია ამის სიცრუე გამოდო ჩემს სიტყვებზე, რომ მე თითქოს მშვიდობის პრემიაზე წარვადგინე თუ არ ვიცი. ნახეთ, ნობელის პრემიაზე ჩემი სიტყვები არ იყო და ეს არის დეზინფორმაცია. როცა მოვიცრე, შემიძლია მაგაზეც გიჩივლოთ. რაც შეეხება იმას, რომ მადრიერებას გამოვხატავდი, დიახ, მადრიერება გამოვხატე, მაშინ, როდესაც პროპაგანდა იყო და ომში გვითრევდნენ, დიახაც, რომ ომში რო არ ჩაგვითრია, მაშინ პრემიერ-მინისტრობისთვის მადლობა უთხარი, რომ არ იყო პროპაგანდისტული. კორუმპირებული, ნახეთ, რაზეც არის დანაშაული და რაზეც არის ბრალი წარდგენილი, იმის დასკვნა რო იქნება ნებისმიერი ადამიანი, აი თუნდაც ჩემ გვერდზე მჯდომი, თუ რომელიმე მომენტში უღალატებს სახელმწიფო ინტერესს, იმაზე აუცილებლად მექნება რეაგირება. არის კიდევ ერთი დეტალი. ივანიშვილს ეჭვები სანქციების თემამ გაუჩინა. არც ღარიბაშვილი და არც ლილუაშვილი სანქცირებულები არ არიან. იმ დროს, როცა ქვეყნის არაფორმალური მმართველი და მისი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ღია დაპირისპირებაში იყო შესული, ღარიბაშვილს და გუმელაურს ვაშინგტონთან კავშირები არ გაუწყვიტავთ. თქვენი გუნდი რითი ხსნის იმ ფაქტს, რომ არ დაასანქცირეს არც ღარიბაშვილი, არც ლილუაშვილი, მაგრამ დაასანქცირეს მაგალითად ივანიშვილი. მათ აქვთ კარგი კავშირები შეერთებულ შტატებთან და ამის გამო არ მოხდა მათი სანქცირება თუ რაიმე სხვა მიზეზია კიდე? არავითარი მიზეზებზე მე ვერ დავილაპარაკებ. ბატონი ივანიშვილის დასანქცირებაც იყო არასწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმე არ დაასანქცირეს, ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი იქნება ეს თუ ლილუაშვილი, სწორია, არ არსებობდა როგორც ჩანს ამის საფუძველი და არ დაასანქცირეს. რა ვიცი, მე სტატებზე მეკითხები, თითქოს ყოველდღე იგზივარ იმასთან, რაღაცა ბუშთან ერთად. მე რა ვიცი, რატო არ არის? ბუში აღარ არის. თუ არა ვიც არის დღეს, ტრამპი. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ოცნების გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ასამართლებს. მის სახლში ოფიციალური ვერსიით 6,500,000 ამერიკული დოლარი იპოვეს. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ ეს თანხა ღარიბაშვილმა ყოფილი ძალოვანი მინისტრის რჩევით მოაბილიზა, რომ გადაეხადა. გომელაური ღარიბაშვილთან კობახიძემ გაუშვა თუ ივანიშვილმა? მახე დაუგეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონო ირაკლი. ჩვენი ინფორმაციით მას ფული გატანილი ჰქონდა ქვეყნიდან და გომელაურმა ურჩია, რომ დაბრუნებული იყო საქართველოში, მოეტანა ფული და სწორედ ამის შემდეგ შევიდა სუსი ჭხრეკაზე ბატონო. რამე კინოსიუჟეტს მიყვები თუ რა? არა, თქვენი გუნდიდან მოწოდებული ინფორმაციაზე გელაპარაკეთ. გელაპარაკეთ. არ დაეჯახო? არ ვიცი რაზე მეუბნები. მე შემიძლია დღეს ბარბარობა მოგილოცო, მშვიდობა გისურვო. საინტერესო სიუჟეტები. ბატონო ირაკლი, არ გსმენიათ ამის შესახებ? გომელაური ვინ გაუშვა ბატონ ღარიბაშვილთან? მე შემიძლია ახალი წელის დამდეგი მოგილოცო. ღარიბაშვილის დაკავება თვეებით ადრე ანონსდებოდა. ყოფილმა პრემიერმა თავადაც იცოდა, რომ პრობლემები ჰქონდა ოლიგარქთან. ჩნდება კითხვა, ასეთ ვითარებაში შეინახავდა თუ არა დიდი რაოდენობით ფულს საცხოვრებელ ბინაში. ღარიბაშვილი დაკავებას ელოდებოდა და დიდი ფული შეინახა სახლში? გჯერათ ამ ვერსიის?
შაბათის ეთერის ინფორმაციით, ღარიბაშვილის სახლში აღარ ინახავდა იმ ძვირფასეულობას და საათების უდიდეს კოლექციას, რომელიც მედიის ინტერესი არაერთხელ გამხდარა. ყველაფერი ქვეყნიდან გატანილი იყო. ამას პრაქტიკულად გვიდასტურებს მისი ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ ექს-პრემიერის ბინიდან ოქროს ერთი ნაკეთობა ან საათიც კი არ ამოუღიათ. არდა ნუნუ თამაზაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის უძვირესი საათების კოლექცია ყველა ფოტოზე ჩანდა. არც ერთი ოქროს, რომელიც იმ კადრებში გავრცელდა ირაკლი ღარიბაშვილის და არც მისი ოჯახის წევრების ბინებიდან ამოღებული არ ყოფილა. გარდა გარკვეული თანხისა. ქალბატონო ლილიკო, კონკრეტული საჭიროებისთვის იყო ეს თანხა სახლში შენახული? ეს კონკრეტული საჭიროებისთვის, ეს რაღაც ცოტა ისეთი კითხვა. ჩვენი ინფორმაციით, ღარიბაშვილს უთხრეს, რომ ფული უნდა დაებრუნებინა საქართველოში და ივანიშვილისთვის გადაეცა და ამიტომ გეკითხებით, ვინ იყო? რა ვიცი, მე საიდან გაქვთ ეს ინფორმაციები? ბატონო ამირან, თქვენ ესწრებოდით ღარიბაშვილის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას? მე არ დავსწრები ვარ. მე ჩავერთე მას შემდგომ ამ საქმეში, როდესაც ეს საგამოძიებო მოქმედება იყო უკვე ჩატარებული. რა გითხრათ ღარიბაშვილმა, რატომ ქონდა ასეთი დიდი რაოდენობით თანხა სახლში? მე კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ. ერთ-ერთი ვერსიით, რომლის ნამდვილობაც ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ღარიბაშვილს შექმნილი პრობლემების ფონზე ფულის დაბრუნება სთხოვეს. ეს საჯარო წყაროებში არაერთხელ ითქვა. შუამავალი კი როგორც ირკვევა გომელაური იყო, რომელსაც ღარიბაშვილმა აცნობა, რომ ფულის ნაწილი უკვე მომზადებული ჰქონდა. სწორედ ამ დროს შევიდა სუსი ჩხრეკაძე მოსაშვილის ქუჩაზე. გაგცემ ვერანაირ კითხვაზე პასუხს ჯერეთი რატო უნდა ზმაირნი ეს ჩემი საქმეა მე რატო უნდა გიპასუხოთ ამ კითხვაზე ჩხრეკა მართლა ბავშვების თანდასწრებით ჩატარდა? მე რა გითხრათ აბა მე ამ ჩხრეკას არ დავსწრებდი ვარ და შეიძლება ვიცი რომ თქვენ არ დასწრები ხართ, მაგრამ თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი ვინც ნახა სახლი. რა მდგომარეობაში იყო? არ მინახავს ღარიბაშვილის სამეგობრო მათ წრეში ამტკიცებს, რომ შოკირებულები იყვნენ ჩხრეკის მასშტაბებით, რადგან მთელი სახლი თავდაყირა იდგა. ნინო მიქაუტაძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრის დაკავებული მოადგილის მეუღლეა, გვიდასტურებს, რომ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოსაშულზე მივიდა, თუმცა ღარიბაშვილების ნაცვლად საუბარი არ უნდა. ელექტროსადენები გამოგლეჯილი ყოფილა, სამზარეულოს კარადები. ვიცი, მე ამ ყოფილ ვარ, მე მაგ დროს ჩვენთანაც ჩხრეკა მიმდინარეობდა და მე ჩემ სახლში ვიყავი. ანუ საერთოდ არ ყოფილ ხართ? შეიძლება რამოდენიმე დღის მერე, მაგრამ მე იმ დღეს არ ყოფილ ვარ. და რამდენიმე დღის შემდეგ თქვენთან საუბარში რა თქვეს ღარიბაშვილებმა? იჭვიაქვთ რომ მოსასმენები დაუყენეს? არ არის ეს თემები ჩემი კომენტარის გასაკეთებელი. ყოფილ პრემიერს ბრალის სასწრაფო წესით წაუყენეს. ახლა კი ამბობენ, რომ დამატებითი დრო სჭირდებათ მტკიცებულებების მოსაპოვებლად. პროკურატურა დამატებით 2 თვეს ითხოვს. ეს უცნაური გარემოება. უკანონო შემოსავლების მიღება ღარიბაშვილმა აღიარა. ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ ახალ მტკიცებულებებს ეძებენ ექს-პრემიერის წინააღმდეგ, გამოდის რომ შესაძლოა მას ახალი ბრალიც დაუმატონ.